პოლიტიკური შეფასებების თემაა BBC-ს ჟურნალისტური გამოძიება. საქმე ეხება საგამოძიებო ფილმს, სადაც საუბარია, რომ ქართველი დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს. BBC არის მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული მედია საშუალება და ბუნებრივია მის მიერ ჩატარებულ გამოძიებას აქვს სანდოობის ყველაზე მაღალი ხარისხი. შესაბამისად, როდესაც საუბარი არის ასეთი ტიპის დანაშაულზე, რეალურად, როდესაც აკრძალული ქიმიური საშუალება იქნა გამოყენებული მშვიდობიანი დემონსტრანტების დასარბევად, ეს არის საერთაშორისო სკანდალი. ერთი დღის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ, როგორ ჩამოიშალა ქართული ოცნების პროპაგანდა. დილით დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ ეს არის წარმოუდგენელი და აბსურდული რამ, რომ BBC არის თურმე fake news-ი, ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, რომ მას არ აქვს თითქოს არანაირი სანდოობა. მაშინ, როდესაც რამდენიმე წლის წინ კოლ-ცენტრების საქმესთან გაკეთებული რეპორტაჟი დიდი ზარზეიმით და აჟიოტაჟით აიტაცა ქართული ოცნების პროპაგანდამ. მეგონი თავარი ამბავი აქ გომელავროის აღიარებაა, რომ ეს ნივთიერები მართლა არსებობდა და ვინაიდან ეს ნივთიერებები საშიშია და მათი ფლობაც კი კითხვებს აჩენს, მეგონი ყველაზე კარგი რაც უნდა იყოს. თვითონ ინფორმაცია გავჟღავნო რა როგორ, იმიტომ რომ თუ შინაგან საქმე სამინისტრო თვითონ შეისყიდა ეს და ამის დოკუმენტები არსებობს, მეგონი ყველას აინტერესებს ეს ამბავი. ხო, დანარჩენი რა როგორ დაამტკიცებს ქართული ოცნება, რომ ეს ტყუილია, მეგონი მათი საქმეა, იმიტომ ტყუილია თუ არა, უბრალოდ რო გვაჩვენებს. ბოლოს და ბოლოს ინგლისის სასამართლოს ბევრად უფრო სანდოა, ვიდრე ქართული სასამართლო და დაველოდოთ ამ იურიდიულ ასე ვთქვათ პროცესებს. BBC-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის მუტიფარი ტყუილი, რომელიც მიმართულია საქართველოს იმიჯის და რეპუტაციის შელახვისაკენ. მაგრამ ეს მოწმობს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ მათ საქართველოს წინააღმდეგ არავითარი სხვა საბაბი არ გააჩნიათ, რაზე გამოდავებაც შეეძლებათ მან და მეორე მნიშვნელოვანი მომენტი არის ის, რომ როგორც ჩანს საქართველოში საერთაშორისო ზეწოლა ისევ და ისევ ვრცელდება. თუმცა მათი ესეთი ქმედება, ეს მანიპულაცია, დემაგოგია მიზანს ვერ მიაღწევს. როგორც იცით, სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებს ქართული ოცნება და როგორც ბიძინა ივანიშვილთან და საქართველოსთან ბრძოლაში დამარცხდა კრედიტ სუისი, შვეიცარიის ერთ-ერთი წამყვანი ბანკი, სწორედ ასევე დამარცხდება BBC-ს სიმართლისათვის ბრძოლაში საქართველოს წინააღმდეგ. ეს გამოძიება ბოლომდე იქნება მიყვანილი. თქვენ იცით, რომ ორი მიმართულებით არის ეს გამოძიება სუში. ერთი თანამდებობის უფლებამოსილების გადამეტება თანამდებობის პირის მიერ და მეორე მიმართულება არის მტრული ორგანიზაციისთვის ხელის შეწყობა უცხოური მტრული ორგანიზაციისთვის. რათა საქართველოს იმიჯი ქვემოთ დასწრიონ, საქართველოს ინტერესები საბოლოოდ დააზიანონ. დღეს ჩაფხუნაშვილმა გააკეთა განცხადება, რომელიც გამოხმაურება სუსის გამოძიების. როდესაც მიხვდა, რომ კონკრეტული პასუხისმგებლობა დაეკისრებოდა ამ საკითხზე, გამოვიდა და თქვა, არაო, მეო ლიტერატურის გაცნობაც კი ვერ მომასწარიო. მე ეს არ მithქვავს, რომ ეს ნივთიერება გამოყენებული იქნა. უკვე დაიწყოთ ჩვენ თვალსა და ხელშუა მეორე ტყუილის თქმა, რომელიც მიაყოლა პირველ ტყუილს, რომელიც BBC-ს უთხრა. ამიტომ ეს პასუხისმგებლობა ყველა მიმართულებით დადგება. ამ ტყუილის გამავრცელებლები აქაც აგებენ პასუხს, ვინც გააკეთეს ეს შეგნები და საქართველოს ინტერესების დასაზიანებლად. და დარწმუნებული ვარ, რომ BBC-საც მოუწევს ბოდიშის მოხდა, ისევე როგორც მოუხადა ბოდიში ტრამპს ამ ყალბი დეზინფორმაციის გავრცელებისათვის. ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები BBC-ს ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და მოითხოვენ საჯაროდ გაეცეს პასუხი შეკითხვას, თუ რა ქიმიურ ნივთიერებებს იყენებდა პოლიცია მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ. როგორც განცხადებაში ანათქვამი, ქიმიური ნივთიერების ხალხის დიდი მასების წინააღმდეგ გამოყენება ცალსახად არ ღვევს ადამიანის უფლებათა სფეროში მოქმედ საერთაშორისო ნორმებსა და სტანდარტებს და შეიძლება შეფასდეს როგორც წამების არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ნიმუში. განცხადებაში ნათქვამია, რომ უახლოეს დღეებში მიმართავენ შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებს, რათა შესაძლებელი გახდეს საქართველოში მოავლინონ ექსპერტთა ჯგუფები, რომლებიც საკითხს გამოიკვლევენ. წყლის ჭაუში აზავებდნენ გაურკვეველ ნივთიერებას, რაც აძლიერებდა ზემოქმედებას საპროტესტო აქციის მონაწილეებზე და უფრო დამაზიანებელი ხდებოდა ამ სპეცსაშუალების მოქმედება ადამიანებზე. შესაბამისად, ჩვენ ყოველთვის მოვითხოვდით
გამოძიებას, პასუხების გაცემას ამ კითხვაზე, მაგრამ ეს პასუხი ყოველთვის იყო დუმილი და უფრო მეტ პირიქით დააჯილდოვეს ამ დანაშაულის ჩამდენი პირები. ის კი არ დაიწყეს გამოძიება, რომ დამნაშავე დაადგინო, რამაც დაიწყეს გამოძიება იმ ფაქტზე, თვითონ ფაქტზე, რომ ვინ მიაწოდა ინფორმაცია BBC-ს. BBC არ არის ჭორვილას ორღობის ტელევიზია, უნდა მოხდეს გამოძიება იმ ფაქტის თუ ვინ რატომ ვისი ბრძანებით მოხდა ამ ქიმიური ნივთიერებების გამოყენება. ესეთი სერიოზული საგამოძიებო პროდუქტის გაჩენა დასტურია იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ როგორც ჩანს ქიმიური იარაღი გამოიყენა მშვიდობიანი პროტესტანტების წინააღმდეგ, რაც არა მარტო შოკის მომგვრელია, არამედ არის საერთაშორისო დანაშაული. ჩვენ როგორც ერთი ქართული ცნობილი მულტფილმი გვასწავლის, საკუთარ შვილს არავინ დასჯის, როცა ლომი საკუთარ შვილებს არ სჯის და ალბათ იმ ადამიანების დასჯაზე იქნება ორიენტირებული სუსი და გამოვლენაზე, ვინც ეს საიდუმლო გახეთქა. მე მგონია, რომ ბატონი გომელაური მოყვებოდა იმის შესახებ, მისი ბრძანებით ან მისი ბრძანების გარეშე სხვების ინიციატივით იქნა თუ არა გამოყენებული ეს ნივთიერებები. რა თქმა უნდა, არსებობს საერთაშორისო გაიდლაინები, რომელი ნივთიერება არ შეიძლება იყოს გამოყენებული საერთოდ აკრძალული, რომელია და ამ შემდეგ და სახელმწიფოს რა თქმა უნდა იკრძალება, რომ ასეთ ნივთიერება გამოიყენოს. ძალიან მარტივი არის, უბრალოდ გამოაქვეყნონ ინფორმაცია, რა ნივთიერებებს იყენებდნენ. ანუ ეს ხო ძალიან მარტივია, ანუ არსებობს სახელმწიფო შესყიდვა, ანუ შესყიდულია ხო ეს ნივთიერება რაღაც ისე აერიდან ხო არ გაჩნდა. ანუ მახასიათებლები რა იყო, ვინ იყო მწარმოებელი, რა ნივთიერებებს შეიცავდა. ეს ინფორმაცია საზოგადოებას აქვს უფლება რომ იცოდეს და სახელმწიფო ვალდებულია რომ ეს ინფორმაცია გასცეს. იმიტომ რომ საქმე ეხება ადამიანის ჯანმრთელობას, ადამიანის სიცოცხლეს. ასეთ დროს, ასეთ ინფორმაციის დამალვა, რა თქმა უნდა, არის წარმოუდგენელი და პირიქით, ახლა როდესაც საუბრობენ რომ ფილმთან დაკავშირებით საჩივარი უნდათ შეიტანონ, ეს ეხლა მაინც ხო შეიძლება რომ გამოაქვეყნონ. BBC-ს მიერ მომზადებულ მასალას ეხმაურება ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისათვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენი წევრი პარტიებისა და ოპოზიციის მოთხოვნას დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების ჩატარების შესახებ და მოვუწოდებთ პარტნიორებს შეზღუდონ ისეთი აღჭურვილობის გადაცემა, რაც შესაძლოა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ იქნას გამოყენებული. ჩვენ ბოლო 365 დღის განმავლობაში ვდგავართ საქართველოს მამაცი ხალხის გვერდით დემოკრატიული პროევროპული მომავლისთვის ბრძოლაში და ამას გავაგრძელებთ. წერს ALDE სოციალურ ქსელ X-ზე. BBC-ს მიერ მომზადებულ ჟურნალისტურ გამოძიებაზე კომენტარი გააკეთეს ირაკლი კობახიძემ და გელა გელაძემ. BBC-ს ხელით გავრცელდა აბსოლუტურად ტყუილი ინფორმაცია. არ შეიძლება BBC საერთაშორისო მედია ხელმძღვანელობდეს იგივე სტანდარტებით, როგორც ხელმძღვანელობენ ფეიქ ტელევიზიები საქართველოში, ხო? თუმცა ჩვენ ხედავთ, რომ აბსოლუტურად გათანაბრებულია სტანდარტები, უარყოფითი გაგებით, მარტივი ტყუილით შეიძლება იკადროს ტელევიზიამ BBC-მ. ყველას ძალიან კარგად მოეხსენება, რომ მამაშვილი ჩახუნაშვილები არიან რადიკალური აქციების ხუნხურვალე მონაწილეები. ერთ-ერთი მათგანი მონაწილეობდა პრეზიდენტის სასახლეზე შტურმში. როდესაც ასეთ ადამიანებს ეყრდნობა BBC, ეს უკვე ტრაგიკული მოვლენაა. ეს ნივთიერებები არის შეძენილი 2009 წელს, მაგრამ რაც შეეხება კონკრეტულ დასახლებულ ნივთიერებას, იმ ნივთიერებას საერთოდ არ შეიცავს ეს კონკრეტული, ასე ვთქვათ, მასალა. ნივთიერება შეიძლება იყოს წყლის შავში გარეული, მაგრამ რა ნივთიერებაა გარეული, ამაშია საქმე. BBC მიგადრა ტყუილი ზუსტად ამასთან დაკავშირებით. ეს არის მარტივი კოორდინირებული სქემა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ, ხო? მარტივი სიყალბე გაავრცელეს. ALDE მე მგონი იმაზე უფრო უნდა წუხდეს, რომ მისი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ტერორისტულ აქტს აწყობდა თბილისის ცენტრში, ხო? სასამართლოს შენობაში. გავრცელებული ბრალდება, რომელიც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ აკრძალული ნივთიერების ეგრეთ წოდებული კამიტის გამოყენებას არის სრული აბსურდია, სიცრუე, არანაირი სიმართლე ამას შეესაბამება. მე პირადად გავეცანი ყველა დოკუმენტაციას, ყველა შესყიდვას, რომელიც კი განხორციელებულა მიმართულებით და სრული პასუხისმგებლობით და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ არასდროს საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტროს არ შეუწყიდია ეგრეთ წოდებული კამიტი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება მოგეხსენებათ. რა თქმა უნდა, დაინიშნება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა, გამოიკითხება ყველა ადამიანი და გაიცემა აბსოლუტურად ყველაფერს პასუხი. ბატონი ვახტანგი რასაც გულისხმობდა 2009 წელს არის სხვადასხვა ნივთიერებების
შესყიდული, უბრალოდ გაგიცნოთ იმედები და ეს არ არის კამით. აქციების დროს არანაირი ჯანმრთელობისათვის საშიში ნივთიერება არ ყოფილა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გამოყენებული. ცნობისათვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება დაიწყო BBC-ს მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებული ინფორმაციასთან დაკავშირებით. როგორც სუსის განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიების მიზანია დეტალურად დადგინდეს, რა ინფორმაციას ეყრდნობა BBC-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძვლად გამოყენებული ადამიანების ინტერვიუები, მათ მიერ გახმოვანებული ცნობები და რამდენად რელევანტური შეიძლება იყოს ეს ინფორმაცია. ასევე ქართული ოცნება გეგმავს BBC-ს უჩივლოს. კითხვაზე ქართული ოცნების დაანონსებულ საჩივართან და მტრულ საქმიანობაში დახმარებისათვის სუსის მიერ გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით BBC-დან რადიო თავისუფლებას უპასუხეს. ჩვენი დოკუმენტური ფილმი როდესაც წყალი წვავს ბრძოლა საქართველოსთვის გადაღებულია მრავალგზის დაჯილდოებული გუნდის BBC-ის მიერ. არის გამოძიება საქართველოს მთავრობის მიერ გასულ წელს თბილისში მომიტინგეების წინააღმდეგ გამოყენებული ქმედებების შესახებ და შეიცავს მტკიცებულებებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ მრავალი წყაროდან. ეს მოიცავს ინტერვიუებს უშუალოდ მომიტინგეებთან, მრავალ ინფორმატორთან, გაეროს ექსპერტებსა და საქართველოში მყოფ ექსპერტებთან, ასევე სამედიცინო კვლევას, წერილობით დოკუმენტებსა და ანგარიშებს. რეპორტაჟი მთლიანად ემსახურება საზოგადოებრივ ინტერესს და შეგროვებული მტკიცებულებები ნათლად არის წარმოდგენილი აუდიტორიისთვის. ჟურნალისტურ ნამუშევარს აქვს ჩვენი მხარდაჭერა და მადლობას ვუხდით მამაც ადამიანებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მასში. აცხადებენ BBC-ში. საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრმა გიგა მიქანაძემ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა. მან პრეზენტაციის ფარგლებში არსებულ გამოწვევებსა და დაგეგმილ ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება. ფუნდამენტური საგნების, ისეთი როგორიც არის ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, გეოგრაფია, გაძლიერება და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სახელმწიფოების ცოდნას, სახელმწიფო ენის შესწავლას, რამე თუ ეს არის ჩვენი თვითმყოფადობის და ჩვენი ეროვნულობის მახასიათებელი. ამავდროულად არანაკლები და ძალიან მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა ისეთ მიმართულებებს, რომელიც STEM მიმართულებაში არის გაერთიანებული და ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნებს წარმოადგენს. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა მე-12 კლასის გაუქმების საკითხზე. მისი თქმით, მე-12 კლასი ნებაყოფლობითი იქნება, ხოლო მე-11 კლასში რეპეტიტორიუმს შემოიღებენ. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სრულ პასუხისმგებლობას იღებს იმაზე, რომ 11 წლიანი სწავლება იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ სრულფასოვანი ზოგადი განათლება მივცეთ ახალგაზრდებს. ამავდროულად ჩვენ ნებაყოფლობით კომპონენტს დავტოვებთ, რომლითაც ყოველი წლის მარტში გავხსნით სარეგისტრაციო ბადეს, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეიძლება დარეგისტრირდეს, თუ მას ექნება სურვილი, რომ მე-12 კლასშიც ისწავლოს და შესაბამისად მე-12 კლასი მათთვის სპეციალურად გაიხსნება შემდეგ სასწავლო წელს და ამით მათ ინტერესებსაც დავაკმაყოფილებთ. ამ კუთხით ჩვენ შემოგვაქვს მე-11 კლასში ეგრეთ წოდებული რეპეტიტორიუმი, როდესაც ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ისწავლონ მხოლოდ იმ საგნებში, რაც უნდა ჩააბარონ ეროვნულ გამოცდებზე და ეს იქნება ინტენსიური ერთწლიანი სასწავლო პროგრამა, რომელიც საშუალებას მისცემს თვითოულ მოსწავლეს, რომ მაქსიმალურად ჩაერთოს და მათ აღარ უნდა დასჭირდეთ დამატებით სკოლის გარეთ სასწავლო პროცესებში ჩართვა, იმიტომ რომ მთელი სასწავლო პროცესი ორიენტირებული იქნება სწორედ იმ საგნებზე და იმ მასალაზე, რომელიც ეროვნული გამოცდების პროგრამასთან იქნება ყველაზე ახლოს დაკავშირებული. მინისტრის თქმით, ასევე მთლიანად შეიცვლება სასკოლო სახელმძღვანელოები. სასწავლო მასალა განახლდება, დაინერგება სტანდარტი ერთი სახელმძღვანელო ყველა სკოლაში. 2-3 წლის განმავლობაში ყველა სახელმძღვანელოს შევცვლით სკოლაში. დაიწერება სრულიად ახალი სახელმძღვანელოები. ამისთვის სამინისტრომ გასული 6 თვის განმავლობაში შერჩევითობის პროცედურების გავლით შეარჩია ექსპერტთა ჯგუფები სხვადასხვა დისციპლინის მიხედვით და სამინისტრო აიღებს პასუხისმგებლობას დაწეროს სახელმძღვანელოები და ეს სახელმძღვანელოები დაინერგოს შემდეგი სტანდარტით. ერთი სახელმძღვანელო ყველა სკოლაში ერთი და იმავე დისციპლინაში. აღარ იქნება სხვადასხვა სახელმძღვანელოები ერთიანი ხარისხი, რაც მოგცემს საშუალებას, რომ ერთიანი, ასე ვთქვათ, ცნობადობა, ერთიანი ხარისხის უზრუნველყოფა, ერთიანი პროცესისადმი ხელმისაწვდომობა და რაც მთავარია, გაზომვადობა იქნება უზრუნველყოფილი. ცვლილება სასკოლო ასაკში. პირველ კლასში შევა მხოლოდ ის ბავშვი, რომელსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდება.
ვიმეორებ, გამოვლინდა რომ 6 წლამდე ასაკის ბავშვებს, რომლებიც სკოლაში შედიან დღეს არსებული კანონმდებლობით, უჭირთ ის სოციალურ ემოციური ფონიდან გამომდინარე, მზაობიდან გამომდინარე სასწავლო პროცესში სრული ინტეგრირება. ამიტომ ჩვენ გამომდინარე ამ მიზნებიდან და იმ კომპონენტიდან რომ 11 წლიან სასწავლო პროცესზე გადავდივართ, მივიღეთ გადაწყვეტილება რომ შემდეგი წლიდან ყოველ მომდევნო წელს სკოლაში შესვლის შესაძლებლობა შეიძლება მხოლოდ იმ ბავშვებს, რომელსაც ყოველი წლის 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდება 6 წელი. ამასთანავე შემოგვაქვს ახალი მოცემულობა რეგისტრაციასთან დაკავშირებით. იცით რომ საყოველთაო რეგისტრაცია არის ბოლო ეტაპი და საყოველთაო რეგისტრაციამდე ჩვენ ვაპირებთ რომ შემოვიღოთ კიდევ ერთი სარეგისტრაციო ეტაპი, რომელიც უკავშირდება ბავშვის იმ სკოლაში რეგისტრაციას, რომელიც არის დაკავშირებული მის საცხოვრებელ ტერიტორიულ პრინციპთან. პირველ ახალგაზრდებს ესაჭიროებათ სწორი მიმართულების მიცემა, სწორი დაკვალიანება იმისთვის თუ სკოლის შემდეგ როგორ განვითარდნენ, რა მიმართულებაზე გააგრძელონ ცხოვრებისეული გზა და ვფიქრობთ რომ ესაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის განცხადებით, სასკოლო პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენება აიკრძალება. როგორც გივი მიქანაძემ დღეს 2 დეკემბერს ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის პრეზენტაციაზე განაცხადა, შემუშავდება შესაბამისი წესი და სკოლებში სიახლე შესაბამისი სტანდარტით დაინერგება. ჩვენ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია რომ სასწავლო გარემოზე ორიენტაციისთვის და სრული ჩართულობისთვის მნიშვნელოვანი არის რომ სასკოლო პროცესში აუგზავნოთ მობილური ტელეფონების გამოყენება. შემუშავდება შესაბამისი წესი, რომელიც შესაბამისი სტანდარტით დაინერგება და რა თქმა უნდა, მაქსიმალურად დაცული იქნება ბალანსი იმისთვის, რომ არც სასწავლო პროცესი დაზიანდეს და არც ბავშვ მშობელთან ან მისთვის საინტერესო ადამიანთან კომუნიკაციის შესაძლებლობა არ დაერგვეს. სკოლებში მობილურის გამოყენებასთან დაკავშირებით მეგატივმა ასევე გამოკითხვა ჩაატარა გასული წლის ნოემბერში. როცა სწავლის პროცესია, სწავლა უნდა იყოს და არა მობილური და გართობა. გაკვეთილის დროს? არა, რა თქმა უნდა. რატომ და ერთ-ერთი საშუალება იმისა, რომ ყურადღება გაგეფართოს გაკვეთილის მსვლელობის დროს. რა თქმა უნდა, არ უნდა იყენებდეს ტელეფონს. საგაკვეთილო პროცესს უშლის ხელს, მოსწავლეს ყურადღება აქვს გაფანტული და რაღაცნაირად გქონია, რომ მასწავლებლის თვალში უპატივცემულობას და რაღაც მსგავს რაღაცებს იწვევს. რა საჭიროა? არ არის საჭირო. რო პატრა ბავშვი გქონდეს მობილური. მოსწავლე წიგნი უნდა დაიკავოს, წიგნი უნდა იკითხოს და რა მობილური გაკვეთილების პროცესში. ტელეფონი, მობილური ტელეფონი. არა გინდათ. თუ გაკვეთილზე ხარ, მაშინ ყურადღებით უნდა იყო, ხო? აბა ისთვის ხარ გაკვეთილზე? არის ჩვენ მკითხულობდით, წიგნი იყო, სწავლობდით. ახლა ყველაფერი ტელეფონში, ორს მივუმატოთ ორი, მასაც ტელეფონში გებულობენ. არ არის მართალი, რა ვიცი, ჩემი აზრი ასეთ. მგონი ეფანტება. აბა რა იქნება? შეყვარებული ზარსუცეს და იმას მიხედავს ახლა იგი ტელეფონი ჩვენ დროს არ იყო და საქმე კეთდებოდა. რა თუნდა მოსწავლეს ტელეფონი ხელში, წიგნი და დავით გურამიშვილის ნაწარმოებები, სულხათა პავლოვიჩის ნაწარმოებები და სკოლას უნდა გავდეს. მოსწავლეს უნდა გავდეს. გამოკითხულთა ნაწილი ამბობს, რომ გაკვეთილზე მობილური ტელეფონი მხოლოდ ხელის შემშლელია. აქედან გამომდინარე ჩნდება კითხვა, როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება და ბავშვის კონცენტრირება სწავლაზე. განათლების მინისტრის ბრძანებით შეიძლება იგრძალოს. მე ვიღაცა არ მოეწონება, მაგრამ ძირითადში საერთო სასწავლო დაწესებულებაში ბრძანებით და წესი და კანონი და სასწავლო პროგრამა არის და ეს უნდა იყოს გადაწყვეტილება მიღებული და ქუჩაში გამლოს არ უნდა კონდეს აი ამის უფლება, რომ შეცვალოს მიასემინდა, მეისემინდა. ძალიან მარტივად მშობელიც, მასწავლებელიც და მოსწავლეც უნდა მივიდნენ იმასრამდე, რომ არ არის საჭირო მობილურის გამოყენება გაკვეთილზე. თუ კი სწავლა და ცოდნა. საგაკვეთილო პროცესში მოსწავლე უნდა იყოს დაკავებული სასწავლო საგნებით. თუ რაიმე დამატებითი აქტივობისთვის არ სჭირდება მასწავლებლის მითითებით მოსწავლეს ტელეფონი, ფიქრობ, რომ საჭიროება არ არის, რომ საგაკვეთილო პროცესში გამოიყენოს ტელეფონი. როგორ შეიძლება ეს პრობლემა მოაწესრიგოს? პირველ რიგში ეს იწყება ალბათ ოჯახიდან.
მშობლის ნებართვის ხარჯზე ხდება ყველაფერი. შემდეგ სკოლის რეგულაციაში და შინაგანაწესის მიხედვით ალბათ უნდა დარეგულირდეს. იმიტომ რომ გაკვეთილზე არ ფიქრობს იგი და მობილური გამფატავია. ყურადღებას და იმამ დაიფიქროს იგი რაზედაც არის მისული. იგი უნდა დაუშალოს ხელისუფლებამ, მთავრობამ, მასწავლებლებმა უნდა აუგზავნოს. და მშობლებმა თავისთავად არ უნდა გაატანოს, როცა მასწავლებელი ნებას თავს, მაშინ შეიძლება ეს პრობლემა მოვაგვაროთ. არ ვიცი, ალბათ სასწავლო არ განათლების სამინისტროს უნდა მიმართოთ, ალბათ მე ვერ გეტყვით. ყურადღება გაიფანტება, გაკვეთილს არ მოусმენს მასწავლებლებს რა, არ უნდა იყოს, მასწავლებელმა უნდა დაუშალოს. ყველაფრის ნება კი არ უნდა მიცეთ. მე ვფიქრობ, რომ მასწავლებელს არ გაამტყუნებენ ამაში. ყველანაირად არ უნდა შევზღუდოთ მასწავლებელი. ყურიც უნდა აუწიოს მოსწავლეს. იმიტომ ასეა საჭირო. რა თქმა უნდა, სამინისტრომაც უნდა უთხრას, რომ უნდა კაცრად უნდა აკრძალოს გაკვეთილის მსვლელობის დროს მობილური სხმარება. პროგრამია სკოლაში დასარეგულირებელი მასწავლებელი არის დასაფასებელი საერთოდ. განსაკუთრებით აი იმასაც დიდი შრომა ჭირდება და მასწავლებლის დამსახურება ყველაფერი განათლებაში. და შენ მასწავლებლის უფლებების დაკნინება არ შეიძლება. 2026-2027 სასწავლო წლიდან საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში დაწყებით საფეხურზე სასკოლო ფორმა შემოვა. ამის შესახებ განცხადება ოფიციალურად გააკეთა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა. ამასთანავე ჩვენ შევისწავლეთ სკოლებში არსებული პრაქტიკა და მივიღეთ გადაწყვეტილება ტესტურ რეჟიმში, რომ შემდეგი სასწავლო წლიდან ყველა საჯარო სკოლაში პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით დაწყებით ეტაპზე სავალდებულოდ ბრუნდება სასკოლო ფორმები. ამასთანავე ჩვენ რა თქმა უნდა ვითვალისწინებთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს და ყველა ის ოჯახი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეფასებული არის 60,000 ქულიდან უფრო ნაკლებით, სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის მხარდაჭერას მიიღებს ფორმებთან დაკავშირებით. შუ წესრიგში არიან თქო ბავშვები ეს იმდენია. კი, უნდა იყოს ნამდვილად. იმიტომ რომ პირველი რომ ყველას არ აქვს საშუალება რომ შეიძინოს რაღაც სხვა და ძალიან ძვირი ჯდება, მე პირადად რომ შევძინო, ძვირი ჯდება ძალიან ახლა და სასურველია იყოს, ოღონ ისეთი რომ ისიც ხელმისაწვდომი იყოს, ის ფორმების ძალიან ძვირი ღირს და რავი, მხოლოდ ამიტომ დანარჩენი ახლა ბავშვებს თავისუფლება უნდა ქონდეს. კი, უნდა იყოს. რატომ ფიქრობთ ასე? რა ვიცი, უფრო ვიზუალურად ლამაზია, რომ ერთ ფორმაში არიან ბავშვები, როცა სხედან ჯგუფში. და ზოგადად ისედაც, რა ვიცი, ესე უფრო ემჩნევა სკოლისიერი ბავშვებს. იმიტომ რომ არ მოვწოთ ბავშვებს იმაზე ფიქრი დილით რა ჩაითვალ, არც იმაზე ფიქრი, ანუ ფინანსები შეიძლება სხვას არ აქვს საშუალება და შეიძლება ყოველდღე სხვადასხვანაირი არ ეცვას და ამისთვის კარგი არის ფორმები. ჩვენი აზრითაც უნდა იყოს. ანუ ყველა ბავშვი ერთნაირად იქნება და ზოგ შეიძლება იმის შესაძლებლობა არ აქვს, რომ სხვაზე უკეთესად ჩაიცვას. კი, ჩვენ სკოლაში მაგალითად ყოფილა. ბავშვებს შორის ხდება რაღაცნაირი დაპირისპირება, რომ იმას კარგი აცვია, ამას ცუდი აცვია და ფიქრობ, რომ ფორმა მაინც მნიშვნელოვანია. უნდა განსხვავდებოდეს ბავშვი მოსწავლის ფორმა უნდა ეცვეს. რა, უფრო მოწესრიგებულები არიან და ყველა ერთნაირად არის, რა ვიცი, უნდა იყოს ჩემი აზრით. აბა რა, უნდა იყოს, აუცილებლად. ასე გაიზარდა ჩვენი მამაპა ასე გავიზარდა, მე ფორმა უნდა იყოს აუცილებლად. ის აჭრელებული ბავშვები არა. მგონი კი. რატომ ფიქრობთ ასე? ყველა ერთნაირად იქნება და ზოგიერთი დაჩაგრულად ვერ იგზნობს თავს. შეგიმჩნევიათ ეგ რომ ბავშვები ერთმანეთს ჩაგრავენ ჩაცმულობის გამო? კი, მე ყოფილი მასწავლებელი ვარ და კი, ჯობია. ვფიქრობ, რომ უნდა იყოს აგერ ფორმებით არიან გამოწყობილი და საკმაოდ ლამაზი არის, მაგრამ ინდივიდუალურია ყველაფერი და სურვილისამებრ აი ბავშვთა მშობელ სკოლას როგორც სურს. ნამდვილად უნდა იყოს ფორმები სკოლაში, რომ ყველა ბავშვი თანაბრად გრძნობდეს თავს. განსხვავებული აზრი აქვს ჩვენს მიერ ჩაწერილი სკოლის მოსწავლეების უმეტესობას. ბავშვები თავისუფალი ჩაცმულობის სტილს ანიჭებენ უპირატესობას, თუმცა ისინიც აღნიშნავენ, რომ გარკვეული ნორმების დაცვა აუცილებელია. რავი, აზრის გამოხატვის საშუალება უნდა იყოს. ანუ არ მოწეს. აი მშობლები ამბობენ, რომ აზრი სკოლის მერე გამოხატონო. არ ვითახავებს ბავშვს.
ჩვენთვის უკეთესია იყოს თავისუფალი ჩაცმულობა, მაგრამ არ უნდა იყოს რაღაც ისეთი რომ თქვა ტოპიან ზღვარცებოდეს. უნდა ვიყოთ მაინც მოწესრიგებულად სკოლაში, ჩემი აზრით. მე ვხვდები რომ კლასიკურად თავისუფალი ჩაცმულობა იყოს, მაგრამ უბრალოდ მოწესრიგებულად უნდა იან ბავშვებმა სკოლაში და მგონია რომ ფორმების ჩაცმას კარგი არის, მაგრამ თავისუფალიც ნაწილობრივ უნდა იყოს. ზოგჯერ შეგიძლია ჩაიცვა კლასიკურად ფორმის აი შავ-თეთრში, შეგიძლია ზოგჯერ როგორც თავისუფლად ჩაცმა, მაგრამ მინისტრის თქმით, ასევე სხვადასხვა მიმართულებით მოხდება მასწავლებლების გადამზადება, ახალი სპეციალისტების მოზიდვა, ბულინგის შემთხვევების აქტიური გამოვლენა და ინკლუზიურ განათლებაზე მეტი ზრუნვა. ამასთანავე ჩვენი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის რომ შევისწავლოთ დეტალურად როგორც გეოგრაფიულ ისევე საგნობრივ ჭრილში სად გვაქვს დეფიციტი და შესაბამისად ამ მიმართულების კონტექსტში მოვიზიდოთ მასწავლებლები, გადავამზადოთ და შესაბამისი სკოლები უზრუნველყოთ ამ პედაგოგებით. უფრო ინტენსიურად უნდა წარიმართოს ყველა პედაგოგის გადამზადება, იმისთვის რომ მათ ადრეულ ეტაპზევე შეძლონ გამოავლინონ ბულინგის კონკრეტული მაგალითები და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება. ამასთანავე ჩვენი მიზანი არის, რომ ამ კონცეფციის განხორციელების პარალელურად ყველა სკოლა საქართველოს მასშტაბით უზრუნველყოფილი იყოს მანდატურის ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების სერვისებით, იმიტომ რომ ეს მზარდია, ეს საჭიროა და მათი ჩართულობა უდიდეს ეფექტიანობას გვაძლევს. ჩვენი მიზანი არის, რომ ყველა პედაგოგი გადავამზადოთ ისე, რომ მათ ჰქონდეთ სრული ცოდნა იმისა, თუ რა არის ინკლუზიური განათლება, როგორ უნდა დაუჭირონ მხარი ბავშვს და განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთოთ დაბალი კლასის პედაგოგებზე, რომელთაც შესაძლებლობა ექნებათ, რომ ადრეულ პერიოდში გამოავლინონ ეს საჭიროებები და მყისიერი რეაგირება მოახდინონ. მინისტრმა საგანმანათლებლო რეფორმის წარდგენის ფარგლებში გამოწვევებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ესენია საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსი, სასწავლო რესურსები, სასკოლო ცხოვრება, კავშირი განათლების საფეხურებს შორის, მასწავლებელთა კვალიფიკაცია, სასწავლო გარემო, სასწავლო პროცესის ინკლუზიურობა, მართვისა და დაფინანსების სისტემა. იმერეთის რეგიონის მელიორაციის საკითხებთან დაკავშირებით იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა საქართველოს მელიორაციის გენერალურ დირექტორთან გიგლა განმაზაშვილთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განიხილეს სარწყავი სისტემების ამჟამინდელი მდგომარეობა, პრობლემული მონაკვეთები, მიმდინარე და დაგეგმილი სამელიორაციო პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს წყლის მიწოდებისა და მელიორაციის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. საქართველოს მელიორაციასთან თანამშრომლობა საშუალებას გვაძლევს დროულად დავსახოთ პრიორიტეტები და მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც რეგიონში არსებულ საჭიროებებს მაქსიმალურად პასუხობს. რეგიონში მელიორაციის სისტემების გამართული ფუნქციონირება სოფლის მეურნეობის განვითარების აუცილებელი პირობაა. განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა. საქართველოს მელიორაციის გენერალური დირექტორის გიგლა თამაზაშვილის თქმით, საქართველოს მელიორაცია აქტიურად მუშაობს ქვეყნის მასშტაბით სისტემების მოდერნიზაციაზე და ამ პროცესში მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შეხვედრის შედეგად განისაზღვრა პრიორიტეტული მიმართულებები და ერთობლივი ნაბიჯები, რომლებიც უახლოეს პერიოდში განხორციელდება. სამუშაო შეხვედრას, რომელიც იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ჩატარდა, საქართველოს მელიორაციის კომერციული დირექტორი, ტრანსპორტის სამსახურის უფროსი, დასავლეთის რეგიონული სამსახურის უფროსი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და იმერეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ. ქუთაისმა პირველად იურისტთა დასაქმების ფორუმს უმასპინძლა. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და საქართველოს იურისტთა უმაღლესი სკოლის ერთობლივი ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე 20-მდე დასაქმებელი იყო წარმოდგენილი. ფორუმში მონაწილე გამოცდილ და დამწყებ იურისტებს შესაძლებლობა მიეცათ რეგიონში არსებულ მათთვის საინტერესო ვაკანსიებს გაცნობოდნენ და პირისპირ გასაუბრებოდნენ დამსაქმებლებს. ესეთი სექტორული ფორუმი რეგიონის მასშტაბით ჩვენ პირველად გავმართეთ. წარმოდგენილი იყო 20-მდე დამსაქმებელი და რაც ყველაზე მისასალმებელია, ძალიან ბევრი სამუშაოს მაძიებელი, მათ შორის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ბევრი ახალგაზრდა იყო წარმოდგენილი, რომელიც მომავალში ვფიქრობ, რომ ფორუმის შედეგად შეძლებს თავის რეალიზებას და კარიერულ განვითარებას და ჩვენთვის სააგენტოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონში ჩვენი მძლავრად წარმოდგენა, რეგიონში ადამიანების ადგილზე დასაქმება და დამაგრება და ჩვენ ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით გავაგრძელებთ მუშაობას.
ვფიქრობ, რომ რეგიონში გამართულ აღნიშნულ მსგავს ფორუმებს კიდევ უფრო დიდი დატვირთვა აქვთ, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, შიდა მიგრაციაც არის, რომ აი თბილისში არის ყველაფერი კარგი და რა თქმა უნდა ეს არასწორი და მცდარი შეხედულებაა. დღეს შესაძლებელია ვთქვათ, რომ ფაქტი სახეზეა, რომ ქუთაისში და დასავლეთ საქართველოში ზოგადად წარმოდგენილია ყველა ის კომპანია, წარმატებული კომპანიები, რომლებიც ასევე დედაქალაქში წარმატებით ფუნქციონირებენ და დღეს დამტკიცდა ის, რომ ქუთაისში შესაძლებელია პროფესია იურისტის დასაქმება და სტუდენტები, რომლებიც იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობენ, დღეს მათ დაინახეს ჩემის აზრით უფრო დიდი мотиваცია ხვალინდელი დღის შეექმნებოდათ დარწმუნებული ვარ, ვინაიდან ბაზარზე მათ ქალაქში იყო ამდენი ვაკანსია და შეთავაზება კონკრეტულად იურისტის პროფესია და პოზიციაზე. ეს ფორუმი მე ვფიქრობ, რომ ხელშეუწყობს ახალგაზრდებს გაეცნონ ორგანიზაციებს, გაეცნონ ისეთ კომპანიებს, რომლებიც მათ მისცემთ მიმართულებებს, ხელშეუწყობენ მათ სამომავლო დასაქმებას, ასევე განათლებას. ჩვენ მაგალითად ვართ პროფესიული მიმართულებებით ვაძლევთ განათლებას და რეკომენდაციებს უწევთ ახალგაზრდებს, რომ დასაქმდნენ ისეთ კომპანიებში, სადაც საჭიროებენ კადრებს. დაინტერესებული ვარ პროფესიული ზრდით, რომ პრაქტიკულად გამვითარდე. საბაზისო ცნობები მინაღები მაქვს და მინდა უკვე რომ ასე ვთქვათ, დასაქმების ბაზარზეც, დასაქმების ბაზარით შევისწავლო თუ როგორია ეს, ამიტომაც ინფორმაცია მომაწოდეს დასაქმების ფორუმზე, სადაც სამართლის სტუდენტებისთვის განკუთვნილი ვაკანსიები იქნებოდა წამყვან კომპანიებში და რამოდენიმე ადვოკატთანაც. შესაბამისად, გამოიწვია ჩემში დიდი ინტერესი.